აკაკი ჩხენკელის, დიმიტრი არზაყან-ემუხვარის, ილია ვეკუას და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. პროგრამას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახორციელებს. ამ დროისთვის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის თემაზე მომუშავე იმ სტუდენტებს გადაეცემათ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევიან. ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მოიპოვონ. 4-ვე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 10 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულები სექტემბრის ბოლოს გამოვლინდებიან. აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია მიენიჭებათ სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების სტუდენტებს. დიმიტრი არზაყან-ემუხვარის სტიპენდია განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც პოლიტიკის მეცნიერების დარგში აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატი უნდა იყოს აუცილებლად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება არანაკლებ 90%-ისა, მონაწილეობდეს სტუდენტურ კონფერენციებში, ჰქონდეს გამოქვეყნებული საკონფერენციო ნაშრომი და აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებრივად აქტიური. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტს ინდივიდუალურად წარდგინება საკუთარი თავის არ შეუძლია. განაცხადის წარდგინების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც შესაბამისი მიმართულებით ახორციელებს პროგრამებს, აკრედიტებულ პროგრამებს. თვითონ ამ უნივერსიტეტებმა უნდა წარმოგვიდგინონ კანდიდატის დოკუმენტაცია, როგორიც არის რეკომენდაცია, სასწავლო ბარათი, საკონფერენციო ნაშრომი და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. როგორც ვიცით, უკვე დაწყებულია დოკუმენტაციის შემოტანა, წარდგინებების შემოტანა, ვადის გასვლის შემდეგ წარდგინება არ განიხილება და ამიტომ უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა იჩქარონ. ძირითადად სტიპენდიის დანიშვნა აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით მოხდა და ემსახურება აფხაზეთის თემატიკის გაძლიერებას სტუდენტებში, რა თქმა უნდა, мотиваციასაც აძლიერებს, იმიტომ რომ სტიპენდია გარკვეულ ფინანსურ ჯილდოსთან არის დაკავშირებული და ასე ძლიერდება, ვთქვათ, აფხაზეთის თემატიკა აქტუალური ხდება ახალგაზრდებისთვის. 2016 წლიდან ცხადდება ჟიული შარტავას, არზაყან-ემუხვარის და ილია ვეკუას სტიპენდია. წელს პირველად ცხადდება აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია და ველოდებით უკვე სტუდენტების ნამუშევრებს.